გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ. შეხვედრა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ გახსნა. მან უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ჩარიცხვის წესებსა და სასწავლო პროცესის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ ჩხეიძე, დეკანი ზურაბ წკრიალაშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ყაზარაშვილი, ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე ჩიხლაძე, პროექტების მართვის მენეჯერი ნინო რაზმაძე, სტუდენტები, აბიტურიენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შევეხსენებთ, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლებას, დაცვას, განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მის პოპულარიზაციას. უნივერსიტეტი ამზადებს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებს და ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევრებს. უნივერსიტეტს აქვს აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. დღეს ღია კარის დღეს უმასპინძლეთ გალობის უნივერსიტეტში. რაოდენ სასიხარულო იყო ჩვენთვის ის ამბავი, რომ საკმაოდ ხალხმრავალი იყო ჩვენი აუდიტორია. ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, დაინტერესებული არიან იმ სფეროთი, რასაც ქვია ტრადიციული ქართული ხალხური მუსიკა და საეკლესიო გალობა. ამ სფეროს შესწავლით, დაუფლებით და შემდეგ, რა თქმა უნდა, მომავალი თაობისთვის გადაცემით. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გალობის უნივერსიტეტისთვის, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ არის აუცილებლად ყურადსაღები და საპატივსაცემო ის დარგი, რაც ემსახურება საეკლესიო მუსიკას და ტრადიციულ ხალხურ სიმღერას. მან ბრძანა უნივერსიტეტის გახსნის დღეს, რომ აქ აღიზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგ ერთად უგალობენ და ადიდებენ უფალს. ეს არის ანდერძი დატოვებული ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მიერ, რომლის აღსრულება ევალება ამ უნივერსიტეტს, ევალება იმ ახალგაზრდებს, ვინც უნდა ჩააბაროს აქ, შეისწავლოს ჩვენი საგანძური და გადასცეს თაობებს. ამას აკეთებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს არიან გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები. მე ძალიან გახარებული ვარ დღეს, ძალიან მოტივირებული ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები მოდიან გალობის უნივერსიტეტში და ახალ შენობაში, როდესაც ჩვენ სექტემბრიდან უკვე დავბინავდებით ახალ შენობაში, იქ უკვე საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება ელოდებათ სტუდენტებს, სტუდენტური ცხოვრება, რომელიც იქნება დატვირთული როგორც საშემსრულებლო ნაწილით, ასევე დატვირთული იქნება კონფერენციებით და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ისინი მისიას, რაც ავალიათ და მათი მოვალეობა რაც არის, პირნათლად შეასრულებენ. მე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, როგორც შიდა გამოცდებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე და დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი, რომლებიც დღეს ესწრებოდნენ ღია კარის დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ისინი სიხარულით შემოაბიჯებენ ფეხს გალობის უნივერსიტეტში, როგორც სტუდენტები. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის. დღევანდელ დღეს ტრადიციულად ყოველწლიურად ვატარებთ ღია კარის დღეს შეხვედრებს აბიტურიენტებთან, ხშირად მშობლების თანხლებით არიან ისინი წარმოდგენილი. და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ, არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, არამედ იმ ფართო შესაძლებლობების თაობაზე გადავცეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ თავისი
განათლება მიიღონ ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლის მიმართულებით. როდესაც ისინი არჩევანს აკეთებენ, ის ფართო შესაძლებლობები, რომელიც უნივერსიტეტში არსებობს და რომელსაც უნივერსიტეტის თავაზობს, სრულად ამ ინფორმაციის მიღება მათ არ შეუძლიათ, თუ არ ადევნებენ თვალს, რასაკვირველია ჩვენს ვებგვერდს, სოციალურ ქსელს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მიმდინარე წელსაც დაინტერესება არის დიდი, დაინტერესება იყო არა მხოლოდ ზოგად საგანმანათლებლო სკოლის კურსდამთავრებულების მხრიდან, არამედ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდანაც, რომლებმაც შესაძლოა მობილობის უფლებით ისარგებლონ და ამ გზით გახდნენ ჩვენი სტუდენტები. ყველა აბიტურიენტს უსურვებ წარმატებას, ის დაპირება და ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მათ გადავეცით და ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ წლიდან წლამდე ვდებთ, როგორც სტუდენტებთან ურთიერთობაში, ასევე სხვადასხვა სასწავლო პროგრამის მიღმა არსებულ აქტივობებში, წელსაც იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული, იმიტომ რომ ჩვენთვის უდიდესი мотиваცია არის ახალ სტუდენტებს დავხვდეთ სრულიად ახალ მისამართზე ჩუბინაშვილის ქუჩაზე აბსოლუტურად უნიკალურ შენობაში და ეს ჩვენი უნიკალური საგანძურის შესწავლა შევთავაზოთ ასეთ განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფილ საგანმანათლებლო სივრცეში. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს უნივერსიტეტში არჩევანი ვინც გააკეთა იმ აბიტურიენტებს და საზოგადოდ საქართველოს მასშტაბით ყველა აბიტურიენტს, რომელსაც სურს უმაღლესი განათლების მიღება. ძალიან მიხარია დღეს აკყოფნა, ჩემთვის უდიდესი პატივია, როგორც აკყოფნა, ისევე ამ უნივერსიტეტისთვის მომავალი სტუდენტის სტატუსი. ძალიან მიხარია, ძალიან კარგი ოჯახური და თბილი გარემო მოხდა აქ მოსვლისას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო წმინდეს და უნეტარის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ასეთი კარგი უნივერსიტეტის დაარსებისთვის. რაც შეეხება რატომ მინდა აქ სწავლის გაგრძელება, ჩემთვის არის უდიდესი პატივი, რომ გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის ტრადიციული სიმღერების შესწავლა და ასევე საეკლესიო გალობების. რადგან ძალიან ბევრი არ არის ამით დაინტერესებული და ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა იკარგება.